განმავლობაში. გოგი ოჩეური ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვეს. ცნობილ ქართველ მხატვარს და მოქანდაკეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით ჯილდო ხელოვნების სფეროში გამორჩეული მოღვაწეობისთვის მიენიჭა. გოგი ოჩეურს ორდენი კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურვამ გადასცა. ცნობილი ქართველი მოქანდაკის თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგის შემოქმედება არაერთი პრემიითა და ჯილდოთი არის აღნიშნული. ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი კულტურის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც გოგი ოჩეურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ალბომის პრეზენტაცია ეხლა მაქვს ძიმე უხერხული გრძნობა. აი ეს დამოკიდებულება, რაც აქ ვნახე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. პატივისცემა ვიგრძენი დღეს კოლეგებისგან, პრესისგან და რა თქმა უნდა პრეზიდენტისგან. ბრწყინვალების ორდენი გადაეცა საქართველოს ძალიან დამსახურებულ მხატვარს, მოქანდაკეს, პედაგოგს, ბატონ გოგი ოჩეურს, ადამიანს, ვინც ნახევარ საუკუნეზე ბევრად მეტია, ემსახურება ქართულ ხელოვნებას, ქართულ სახელოვნებო განათლებას. რეგის ფუძემდებლის შემოქმედებით იქცა და უცნობი მუსიკალური კომპოზიცია